ადამიანის მორალური ზნეობის მიღწევის რთული და ამავდროულად ელემენტარული პროცესი საიდან იწყება? სოკრატესა და პლატონს ჰქონდათ ეგრეთ წოდებული ასეთი ინტელექტუალური ეთიკა და რას ნიშნავს ახლა ეს ინტელექტუალური ეთიკა? შენ თუ გააცნობიერებ, თქვათ რა არის სიკეთე? გაცნობიერებას გულისხმობ, აი ნამდვილ გაცნობიერებას. ან თუ გააცნობიერე რა არის სამართლიანობა, შენ იქნები, გახდები კეთილი და შენ იცხოვრებ სამართლიანად. ეხლა ამ იდეების, ამ მორალური იდეების გაცნობიერება ამავდროულად გულისხმობს მათი საპირისპირო იდეების სოდნასაც. შენ თუ გესმის სამართლიანობა, შენ ამავდროულად უსამართლობას გესმის და ყველაზე კეთილ ადამიანს და ყველაზე სამართლიან ადამიანს შეუძლია იყოს ამავდროულად ბოროტი და შეუძლია იყოს უსამართლო. თუმცა იმდენად რამდენადაც მას გაცნობიერებული აქვს სიკეთის არსება ან სამართლიანობის არსება, მისი უპირატესობები და მისი ღირებულება, ის თავისი ნებით, თავისი თავისუფალი გადაწყვეტილების შესაბამისად უსამართლობის გზას არ დაადგება, ბოროტების გზას არ დაადგება. ჩემი აზრით, მთელი ეს კარგი ჩვევები ქმნის ერთგვარ კარკას ან ქმნის ერთგვარ ჯავშანს, შეიძლება საყრდენიც უწოდო, რომელიც შენ დაგიცავს შემდგომ ცხოვრებაში და რომელიც შენ შეგეშველება. თუნდაც ისე მოხდეს, რომ შენ ან მოზარდობაში, ან უკვე ზრდასრულობის ასაკში რაღაცა ცუდი ზნე გამოავლინო, შენ თუ თავის დროზე, რა ვიცი, შენი მშობლებისგან ან ოჯახში ის კარგი ჩვევები მოგეწოდა და კიდევ ერთხელ ეს იქნება ერთგვარი საყრდენი, რომ შენ მთლად არ გაფუჭდე და მთლად არ წახდე. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ყველაზე პატარა ასაკში ჩვევების ჩამოყალიბება, კარგი ჩვევების ჩამოყალიბება და მე ზრდასთან ერთად ცხადია შენვე გააცნობიერო რა არის, კარგი რა არის და შენივე ნებით აირჩიო კარგი.